აკვიატებული ფიქრების მთავარი პრობლემა ის არის, რომ თქვენ ცდილობთ ამ ფიქრების კონტროლს. და როგორც კი ვიწყებთ იმის კონტროლს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება და არ შეგვიძლია, ის უფრო ძლიერდება. აკვიატებული ფიქრები კიდევ უფრო მძაფრად და ინტენსიურად მოდიან. მაგალითად, ვცდილობ არ ვიფიქრო ცუდ, რომ კიბოდა მემართება, მაგრამ ასეთი ფიქრები კიდევ უფრო მძაფრად მოდის. ვცდილობ არ ვიფიქრო, რომ შეიძლება გავგიჟდი ან რომ შეიძლება ვინმეს ვავნო, მაგრამ პარადოქსულად ეს ფიქრები კიდევ უფრო ხშირად მოდის. რატომ? იმიტომ რომ მე ვცდილობ მათ კონტროლს. რისი კონტროლი შეუძლებელია? ეს გავს, რომ ვაკონტროლო ისეთი რამ, როგორიც არის მზეს ამოსვლა, მთვარის ჩასვლა, ოკეანის მიქცევა, მოქცევა. ის ჩემს კონტროლს არ ემორჩილება. ეს არის ფსიქიკის პარადოქსი. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ თქვენი ფიქრების პირდაპირ ჩახშობას. თუ ამას შეეცდებით, ისინი კიდევ უფრო აკვიატებული გახდება. იმიტომ რომ ეს არის ფსიქიკის დაცვის მექანიზმი. ფიქრი, რომელიც მე მაშინებს, გავურბივარ, ვებრძოლები, ამ ფიქრებში ჩავდივარ. ესე იგი, ფიქრი მნიშვნელოვანია, ყურადსაღებია, საშიშია და ხშირად გვიგზავნის, რომ რისიც გვეშინია მისგან დაგვიცვას. ამიტომ ამოცანა არ არის ფიქრების გაქრობა. ამოცანა არის შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფიქრების მიმართ. ისწავლოთ მათი სხვანაირად აღქმა და მისცეთ მათ არსებობის უფლება. არა ჩახშობა, არამედ ისწავლოთ მათზე სხვა კუთხით ყურება. და სწორედ მაშინ ისინი წყვეტენ იყვნენ ობსესიურები. და შემდეგ უკვე შესაბამისად ქრება ის ფოთვა, რომელიც მოაქვს ამ ფიქრებს. და აღარ მოიცავს ისინი მთლიანად ჩვენს ცხოვრებას. დანარჩენი ინფორმაციას თუ როგორ გათავისუფლეთ აკვიატებული ფიქრებისგან, გაიგებთ ლინკზე, რომელიც იქნება კომენტარებში ან პროფილის ბიოში, ან უბრალოდ მომწერეთ პირადში და გამოგიგზავნეთ. და ასევე თხოვნამ იქნება. გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ დახმარება სჭირდება. ამით თქვენ დაეხმარებით მათ და ასევე მეც. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.